მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლანა და დღეს თქვენთვის ჩავწერ ვიდეოს და გასწავლით, როგორ შემოვაქსოვოთ ერთმანეთზე სუფთად, აკურატულად და ლამაზად აი ასეთი მრგვალი მოტივები, ეგრეთ წოდებული granny squares, რომლებსაც ინგლისურენოვანი ქსოველები ეძახიან. ჯამში მე მოვქსოვე დაახლოებით 80 ცალი granny square-ი, აი ესეთი ლამაზი მოტივი, იმისათვის რომ მოვიქსოვო ძალიან ლამაზი, ფერადი საზაფხულო შარფი, საზაფხულო საგაზაფხულო, თუმცა ზამთარში შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოიხუიოთ, გააჩნია რა ხასიათზე იქნებით. მოვიქსოვე ასეთი ლამაზი შარფი, რომელიც ლამის არის უკვე დასრულებულია და გავედი ბოლოში. და აი ამ მოტივებს, რომლებიც მე თქვენ გაჩვენეთ, კი არ ვაკერებ ერთმანეთს, არის მრგვალი, ნახეთ და შემდგომ უკვე, როდესაც იქსოვება ერთად, ის იღებს ოთხკუთხედ სახეს და ასეთი ოთხკუთხედი სახით როგორ მივიღოთ, ისე რომ ჩვენ მივიღოთ, არ მივიღოთ აი ნაკერები, ნახეთ, გადაბმის წერტილებში, აი აქ ყველგან წარმოიდგინეთ, რამდენგან უნდა გადაებას ესენი და თითოეული რო ცალკე მივაკერო, დარჩება ნაწიბურები, იქნება უხეში, გამოვა ძაფები, უშნოდ გამოჩნდება, ამიტომაც მე თქვენ შემოგთავაზებ ძალიან მარტივ გზას, ძალიან დახვეწილს და ძალიან სასარგებლოს ქსოველებისთვის. მაშასე მეგობრებო, მე ავიღებ ძაფს. საერთო ფერი აერთიანებს აი ამ ყველა მოტივს, ეს არის მუქი ფერის მწვანე, ავიღოთ ძაფი, გამოვიყვან თვალს და დავიწყოთ ქსოვა. იქსოვება 4 კი ნახეთ, 4 კუთხედი ხდება და 4 კიდე აქვს შესაბამისად, აი აქ არის სვეტები იქსოვება 4-ვე მხარეს და შემდეგ ღია თვლებით, აი ასეთი რგოლები ვით უნდა შემოვაქსოვოთ გარშემო, რომ იყოს ლამაზი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნაქსოვი. ავიღეთ ჩვენ ყაის ნაღი და დავიწყეთ ქსოვა, როგორც გითხარით, გამომყავს სვეტები და ვეცადოთ მოვგზავნოთ სუფთად და დახვეწილად. გამომყავს, ნახეთ, ეს ერთი სვეტი და აი ამ პატარა ძაფს შევეცდები რომ დავმალო, ისე რომ არ ყვიროდეს არსად. გამოვიყვანეთ მეორე სვეტი და ამ სვეტებს ამოვაფარეთ ეს ნაკუწა ძაფი, ნარჩენი ძაფი, მესამე სვეტი გამოვიყვანე, სვეტებს შორის მე გამომყავს, ნახეთ, 1, 2, 3 ღია თვალი. ამ 3 ღია თვალიდან შუა მეორე თვალი არის შემაერთებელი თვალი და ეხლა მე ამ შემაერთებელი თვლით უნდა გადავაბა ესენი ერთმანეთს. შეხედეთ, გითხარით რომ 3 თვალი არის ამათ შუა, პირველი, მეორე თვალი და ამისი მეორე თვალი ეს არის შემაერთებელი თვლები, მეგობრებო და აი ასე გადავიყვანე, გამომყავს 1 თვალი და შემდეგ ისევ გამომყავს 3 სვეტი. 1, 2 და 3, ნახეთ, გამოვიყვანე ეს 3 სვეტი ერთმანეთზე, გამომიძვრა ყაის ნაღი. ახლა აი აქ შემდეგ შემაერთებელ ადგილებში მე უნდა გამოვიყვანო 5 ღია თვალი, 1, 2, 3, 4 ჯერ. და გაჩვენებთ 5 ღია თვლიდან 1, 2 და მესამე არის შემაერთებელი. ნახეთ, 1, 2, 3 გამოვიყვანე. ეს არის უკვე მესამე შემაერთებელი თვალი. მე აქ ავიღე უკვე მოქსოვილი მოტივიდან და 1, 2, მესამე გადავთვალოთ და აი ესენი ერთმანეთში ამოვიყვანოთ და კიდევ 2 თვალი უნდა გამოვიყვანოთ და აი აქ მეგობრებო, ჩვენ უკვე ვაერთებთ ამ ორ მოტივს ერთმანეთზე, ისევ 3 თვალი, 2, 3, როგორც ვთქვით, მესამე თვალი მეორე მოტივის უნდა ავიღოთ და ესენი ერთმანეთში შევაერთოთ და 1 და 2 თვალი კიდევ გამოვიყვანოთ და აქ ჩავაერთოთ. კიდევ უნდა გამოვიყვანოთ 3 თვალი, 1, 2, 3 თვალი. აი ეს 3 თვალი ერთმანეთში შევაერთოთ და ჯამში მე დავასრულოთ და გამოვიყვანოთ სულ 5 თვალი. შეხედეთ მეგობრებო, როგორ იქსოვება და უნდა გამოვიყვანოთ კიდევ 3 თვალი, რომ აი ეს ნაწილი დავასრულოთ და მიექსოვოს ბოლომდე. ავიღოთ, ნახეთ, 1, 2 და მესამე უნდა მოვგზავნოთ. ეს მესამე თვალიც ავიღოთ. ამოვგზავნოთ ერთმანეთში, დავამატოთ 2 თვალი მეგობრებო და კუთხის სვეტები უნდა მოვგზავნო. ახლა როგორც გითხარით, 2 მეგობრებო, 3 გამოვიყვანოთ შიდა 3 თვალი და მეორე თვალი შემაერთებელი
როგორც გითხარით, აი უკეთ რომ გაჩვენოთ, ეხლა ეს შეერთდება და მიიღებს ერთიან სრულყოფილ სახეს, ნახეთ, გამოვიყვანე, უყურეთ, შევაერთოთ ესენი ერთმანეთში, ასე დავამატოთ ერთი დარჩენილი თვალი და კიდევ ის სამი დარჩენილი სვეტი უნდა მოიქცოვოს 1 2 და 3 ერთი მხარე მე უკვე მოვქცოვე, ნახეთ ეს განაპირა მოტივია და შესაბამისად ასე ბოლომდე აქ უკვე შეერთება არ სჭირდება ამ ნაწილში და ვნახოთ ახლა აქ როგორ დავასრულებ, როგორ შევაერთებ ერთმანეთს, როგორც წინა აი ამ ნაწილის შეერთებისას, აქაც უკვე გამოვიყვან მე 1 2 3 თვალი ამომყავს, ავიღოთ ჩვენი ეს განაპირა მოტივი და შევაერთოთ ახლა 1 მეგობრებო, 2 და 3, რომ კარგად გამოჩნდეს, მინდა დაინახოთ და დავამატოთ 2 თვალი, ავიღოთ და აი აქ ჩავაერთოთ 1 2 3 თვალი მოვქცოვოთ, შემდეგი 3 თვალი გადავითვალოთ 1 2 3 და შევაქსოვოთ ესენი ერთად ამოვქცოვოთ. აქ ჩავაქსოვოთ მეგობრებო, შევაერთე 1 2 და 3 ავიღეთ, აქ მაქვს 5 1 2 3 თვალი და უკვე ეს ორი მოტივი ამ ნაწილშიც უკვე ლამის დავასრულეთ და ამოვაქსოვოთ ერთმანეთს 1 2 3 თვალი მოვქცოვე და აი ეს ბოლო ნაწილი ხო გვაქვს შესაერთებელი, დავითვალოთ 1 2 3 მეგობრებო, ასე მეგობრებო, ყურეთ 1 თვალი, 2 თვალი და უკვე კუთხის სვეტები უნდა ამოვიყვანოთ. ამ სვეტების შუა ნაწილიც უნდა შევაერთოთ. განაპირა სვეტს 1 2 ავიღოთ 1 2 შუა თვალი და ესენი ერთმანეთს შევაქსოვოთ მეგობრებო და დავასრულოთ, აქ ამოვიყვანოთ სვეტები 1 2 მეგობრებო და 3. აი ნახეთ, მე თქვენ გაჩვენეთ, როგორ უნდა შემოვაქსოვოთ ერთმანეთს, ესე ლამაზად, მტკივნეულოდ და მარტივად ასეთი ლამაზი მოტივები, ისე რომ თავიდან ავირიდოთ ზედმეტი კვანძები, ზედმეტი ძაფების სადმე გამოჩენა, გაჭრები, გამოჭრები და ასე შემდეგ.